მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა აქტუალური თემა უთუმღებრიშვილთან ერთად. დღევანდელი გადაცემის თემა ნარკომოხმარება, რომელიც გაზრდილია საქართველოში. აქტუალური თემის სტუმარია ჟურნალისტი ელისო კილაძე. პირველ რიგში მოგესალმებით, ქალბატონ ელისო, მადლობას გიხდით გადაცემაში ჩართვისთვის. ქალბატონ ელისო, რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში, გაზრდილია თუ არა ნარკომოხმარება? მოგესალმებით კიდევ ერთხელ საქართველოში ამ მხრივ გახლავთ ყველაზე მძიმე სიტუაცია, რაც კი ბოლო წლების განმავლობაში ყოფილა. ნარკომოხმარება, რა თქმა უნდა, გაზრდილია, ისევე როგორც გაზრდილია ამ ნარკომოხმარების, ანუ ბაზარზე არსებული სასიკვდილო ნარკოტიკის ძალიან მძიმე შედეგები, იმიტომ რომ რეანიმაციებში პრაქტიკულად ადგილი აღარ არის. პერედოზით მიყვანილი ახალგაზრდები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ისევე როგორც ადგილი აღარ არის ფსიქიატრიულ კლინიკებში, სადაც ამფეტამინის მომხმარებლებით არის სავსე, იმიტომ რომ ამფეტამინის მომხმარება იწვევს სწრაფდამოკიდებულებას, იწვევს ჰალუცინაციას და იწვევს მომენტალურად ფსიქოსს ადამიანებისას. ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ სპეცოპერაციების ჩატარება არ ყოფნის. რეალურად პრობლემა არის ბევრად უფრო ღრმა და ბევრად უფრო მძიმე და არც კანონმდებლობის გამკაცრება გამოსავალი თუ თანამდებობრივი სერვისები არ იქნა მოწესრიგებული და მოგვარებული. ქალბატონ ელისო, რა მდგომარეობაა რეგიონში, თუ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ უშალოდში და ქართლში? ყველგან რთული სიტუაცია ქვეყნის დედაქალაქში მათ შორის და მათ შორის რეგიონებშიც. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ბოლო თვეების განმავლობაში იყო შექმნილი აჭარაში, იმიტომ რომ არაერთ გზის მithkomს და ახალს არაფერს არ უიტყვი. ნარკოკარტელს იქ მფარველობდა აჭარის მთავრობის მაშინდელი მეთაურის რიჟვაძის მამა დავით რიჟვაძე და ქუჩებში იყიდებოდა ხელიდან ხელში, გაჩერებებზე ტოვებდნენ, არც იმალებოდნენ ნარკორეალიზატორები რეალურად და იყო ძალიან რთული მდგომარეობა. ეხლა დაწყებული სპეცოპერაციები რეალურად შეცვლის თუ არა რამეს ვერ გეტყვით, მაგრამ ქსელი, რომელიც ააწყო რიჟვაძის მამამ, მათ შორის საზღვარი, მათ შორის სარფის საბაჟოდან, მათ შორის სხვადასხვა ფორმებით მოკლედ დაკრიშული ნარკოტიკების შემოტანა, ყველაზე რთული მდგომარეობა იყო აჭარაში და ასევე მძიმე მდგომარეობა გახლავთ გორში, იმიტომ რომ საზღვრისპირა რეგიონებში და სამეგრელოში, იმიტომ რომ საზღვრისპირა რეგიონებში დრონებით ხდება ნარკოტიკების გადმოტანა ქვეყანაში. თუმცა არის პრეცედენტები იმისიც, რომ ლაბორატორიები ფუნქციონირებს ადგილზე, ერთი ლაბორატორია იქნა ჯერჯერობით მხოლოდ აღმოჩენილი, იმიტომ რომ ამ რაოდენობის ნარკოტიკი, რაც არის ახლა საქართველოში წარმოუდგენელია, რომ მხოლოდ საზღვრით შემოდიოდეს. ქალბატონ ელისო, არის თუ არა უშუალოდ გორში რა პრობლემა, ეს ნარკოდილერები ვინ არიან? თქვენ სისტემატურად წერთ ხოლმე Facebook პოსტებს. სისტემატურად, დიახ, მე მქონდა ინფორმაცია და რამდენიმე მათგანი დაკავებულია და psicotropuli აბების მოვაჭრეები სალონებში იყიდებოდა და ასე შემდეგ. საზღვრისპირა რაიონებში უკვე პირდაპირ როგორ გითხრათ, აი არც კი იმალებიან, არც კი ერიდებიან, აი ჩვეულებრივ ხელიდან ხელში საზღვართან ახლო მდებარე სოფლებში რაღაცა საბითუმო ვაჭრობებია გამართული ნარკოტიკების რეალიზაცია. დიახ, არიან თუ არა ჩაბმული არასრულწლოვნები? არასრულწლოვნები ბოლო დროს გამოჩნდნენ კურიერებად, იმიტომ რომ კანონი რეალურად არც არსებობს, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ეს საქმიანობა იქნას აღკვეთილი. თანაც მე მშობლებს და ყველა სკოლას მასწავლებლებს ურჩევ რომ და მოვუწოდებ, რომ იყვნენ ყურადღებით, თუ თქვენს შვილებს გაუჩნდათ ძვირადღირებული მობილურებით, ან საცმელი ზედმეტი ფულით და ასე შემდეგ, აუცილებლად უნდა გაგიჩნდეთ ეჭვი იმის თაობაზე, რომ ისინი დაკავებულები არიან ეგრეთ წოდებული კურიერობით, იმიტომ რომ არასრულწლოვნები ძალიან კარგი მასალაა, ასე ვთქვათ, ნარკორეალიზატორების ხელში. დიახ, ქალბატონ ელისო, რას აკეთებს ხელისუფლება, თვით გელა გელაძის უწყებაც თუნდაც? მამუკა მდინარაძე თქვა, რომ გამკაცრდება ნარკოპოლიტიკა საქართველოში, არის თუ არა გამკაცრებული თქვენი აზრით? საქართველოში გამკაცრება კანონმდებლობის ეხლა ბოლო პერიოდის არ გამოიხებს შედეგს, თუ შესაბამისი სერვისები კიდევ ერთხელ არ იქნა. ანუ არ იქნა ხელმისაწვდომი მკურნალობა, არ იქნა ხელმისაწვდომი ფსიქიატრიული დახმარება და ასე შემდეგ. გელაძის უწყება რას აკეთებს, ცოტა რთულად სათქმელია, იმიტომ რომ ახალი მისული ამ სისტემაში ეხლა საკადრო ცვლილებებია და შესაბამისად სპეცოპერაციები რაც დაწყებული იყო წინა მინისტრის დროს რეალურად გრძელდება. და ეს ოღონდ საკმარისი არ არის. ეს არის პრობლემა, რომელიც საქართველოში თითქმის ყველა ქუჩაზე, ყველა სახლში, ყველა კორპუსში და ყველა ოჯახშია.
დიახ, როგორ ვრცელდება რეალიზაცია, როგორ ახდენენ რეალიზაციას, ეს არის ონლაინ თუ ადგილზე ხდება? ხდება რეალიზაცია როგორც ონლაინ, ასევე ეგრეთ წოდებული ლოკაციების მეშვეობით, როდესაც ეხლა უკვე Telegram ჩატები აქტუალური აღარ არის, სიგნალზე ასე ვთქვათ გადაინაცვლენ დახურულ ჩატებში და ჯგუფებში და ლოკაციებზე ხელიდან ხელშიც ასევე და ასევე რეალიზაციები ხდება უბნებშიც. დიახ. რა ქმედება უნდა განხორციელდეს, რომ ეს დანაშაული აღიკვეთოს და პრობლემა მოგვარდეს საქართველოში? პრობლემა საქართველოში უნდა მოგვარდეს კომპლექსურად მოგვარდა თუ არ მოგვარდა ცალკეული საკანონმდებლო ცვლილებები ან ცალკეული თუნდაც სისტემატური სპეცოპერაციები ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. ყველა კომპონენტი უნდა იქნას რეალურად ჩართული ამ სიტუაციაში. კი ბატონო, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩართვისთვის. აქტუალური თემის სტუმარი იყო ჟურნალისტი ელისო კილაძე, გადაცემის სტუმარია ქეთევან ბიძინაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ნაბიჯი მომავლისაკენ. პირველ რიგში მადლობას გიხდით გადაცემაში სტუმრობისთვის. ქალბატონო ქეთევან, რა გამოწვევების წინაშეა დღეს ქვეყანა ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ნარკოტიკის მოხმარება სოფლიოში არსებობს, ალბათ მას შემდეგ რაც კაცობრიობა არსებობს და მათ შორის საქართველოც ყოველთვის სამწუხაროდ გამოირჩეოდა ნარკომომხმარებელთა რაოდენობით. დღესდღეობით არის ძალიან რთული მდგომარეობა იმ თვალსაზრისით, რომ ნარკოტიკის მომხმარებელთა უპრეცედენტო რაოდენობა გვაქვს ქვეყანაში და ნარკოტიკული საშუალებების შემოდინებაც და გავრცელება, გასაღებაც არის ძალიან მაღალ დონეზე, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ შეიძლება ნარკოტიკული საშუალება იყიდებოდეს, ეგრეთ წოდებული ხელიდან ხელში, ამის გარდა არსებობს ასევე სხვადასხვა სოციალური ქსელებით გაყიდვა, რომელთაც ხელმისაწვდომია ეს ახლა ეს თემა ტრიალებს საზოგადოებაში თითქმის ყველამ იცის და რა შეიძლება რომ აი ამ შემთხვევაში ვთქვათ გააკეთოს სახელმწიფომ ან საზოგადოებამ ამ სამედიცინო თემა. ფაქტიურად აკრძალვა, რა თქმა უნდა, ნარკოტიკების მოხმარება არის კრიმინალურ საქმიანობასთან დაკავშირებული, იმიტომ რომ უკანონო ნივთიერების მოპოვება ხდება, ფლობა ხდება და შემდგომ მოხმარება. თუმცა აკრძალვით მხოლოდ და ესეთი მძიმე ნარკოპოლიტიკით, რომელიც ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც კი გამოირჩეოდა საქართველო და გავიარეთ ჩვენ ეს ეტაპი უკვე ყველანი ციხეში ნულოვანი ტოლერანტობა ვერ მოგვცე ვერანაირი შედეგი. დღეს გვაქვს ესეთი სიტუაცია, ყავს საკმაოდ ბევრი ნარკოტიკის მომხმარებელი, არის ძალიან მრავალფეროვანი ნარკოსცენა, გვაქვს ძალიან ბევრი ზედოზირების შემთხვევები, გვაქვს საკმაოდ ბევრი სისხლის გზით გადამდები დაავადებების გავრცელება და აი ამ ყველაფერს მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ დაფიქრება და ძალიან მიხედვა ჭირდება. ასე რომ ვთქვათ. როგორც იცით, ბოლო პერიოდში უკვე შევიდა ძალაში ახალი ნარკოკანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებას, კიდევ უფრო გამკაცრებას და იძულებით მკურნალობას. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ სპეციალისტი, რომელიც მუშაობ ამ სფეროში უკვე 20 წელიწადზე მეტია, ჩემთვის თითქმის უცნობია რა იგეგმება. ანუ რა ნაბიჯები, რა მატერიალურ-ტექნიკური მომზადებაა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს, თუნდაც იძულებითი მკურნალობა, როგორ უნდა განხორციელდეს, როგორ ხდება, ვთქვათ, ადამიანის მკურნალობა, ვთქვათ, თუ ვაიძულეთ, რომ უნდა იმკურნალოს, ან არჩევანი მივეცით, რომ უნდა იმკურნალოს, სად მიდის ეს ადამიანი, რა მკურნალობის კურს გადის, ვინ ატარებს ამ მკურნალობას, რომ იმკურნალებს მერე სად ბრუნდება ეს ადამიანი. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გვაქვს და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებასაც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აწუხებს და ეს ჩანს პირად საუბრებში, სოციალურ ქსელებშიც, ყველას მაინც მიდის იქამდე, რომ ყველა ფიქრობს, რომ დასჯა თუ
გამკაცრდება და უფრო მკაცრი იქნება ნარკოკანონმდებლობა, მივიღებთ უკეთეს შედეგს. სამწუხაროდ ეს ასე არ არის, იმიტომ რომ წამყვანი ევროპული ქვეყნების ნარკოპოლიტიკას თუ შევხედავთ, დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა სამწუხაროდ შედეგს ვერ გამოიღებს ხოლმე. რაც შეეხება ახლა შიდა ქართლს, ორგანიზაცია ნაბიჯი მომავლისკენ მუშაობს 3 მუნიციპალიტეტში, 3 რეგიონში, ეს არის შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი. შიდა ქართლის სტატისტიკაზე რომ ვისაუბროთ, ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ორგანიზაციას ყავს ყოველთვიურად 1000-ზე მეტი ბენეფიციარი. ბენეფიციარი, ანუ ადამიანი, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს. ანუ არ არის მზად ჯერჯერობით, რომ მან თავი დაანებოს, ხო, ნარკოტიკულ საშუალებების მოხმარებას. ზოგადად საერთოდ ითვლება, რომ ნარკოპოლიტიკას აქვს თავისი საფუძველი. ეს არის პრევენცია პირველ რიგში, შემდგომ ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირება, კურნალობა და რეაბილიტაცია. თუ აი ამ ეტაპებს გადავხედავთ, საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ სავალალოდ გვაქვს საქმე და ჩვენ რეგიონში მით უმეტეს, იმიტომ რომ არც ერთი ნარკოლოგიური სტაციონარი არ არის. თუ ბენეფიციარს, ანუ ადამიანს, რომელსაც აქვს ნარკოტიკის მოხმარების პრაქტიკა, მოუნდება რომ იმკურნალოს, მან უნდა მიმართოს თბილისს აუცილებლად. გადაჭედილია, შეიძლება ითქვას, არის საკმაოდ ბევრი ნარკოლოგიური კლინიკები, კერძო კლინიკებიც და ფაქტიურად გადაჭედილია იმ ფონზე, როდესაც საკმაოდ ძვირი ღირს მკურნალობა. აი, ერთი კურსი რომ გაიაროს მხოლოდ მკურნალობის ბენეფიციარმა ოჯახმა უნდა გაიღოს სადღაც ყველაზე მინიმუმს ვამბობ 4500-დან 8000 ლარამდე ხშირ შემთხვევაში. და შემდგომ ამას ჭირდება რეაბილიტაციაც, ხო, რომელიც ასევე სამწუხაროდ ფასიანია და ვერც იმითი დავიკვეხნით, რომ სარეაბილიტაციო ცენტრები საკმაოდ ბევრია საქართველოში. არ არის ესე. ამის გარდა, რაც შეეხება ის ზიანის შემცირებას, რომელ სფეროშიც ჩვენ მუშაობთ, ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს, როგორც გითხარით, ეს არის ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირება. ზიანის შემცირების სერვისების დაფინანსება ხდება გლობალური ფონდის მიერ საქართველოში და ასევე სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ეს მთლიან საქართველოზე თუ ვისაუბრებთ, 4 ცენტრი აქვს აღებული, ჯერჯერობით დაავადება და კონტროლის ცენტრს რომ დააფინანსოს ეს ზიანის შემცირების სერვისები და ერთ-ერთი საბედნიეროდ არის გორი, რომელიც ფარავს მთელ შიდა ქართლს და ბორჯომის მუნიციპალიტეტს. რა სერვისებზე ესაუბარი ახლა, რომ გითხრათ, რა არის ხელმისაწვდომი, ხო, ბენეფიციარებისთვის, ანუ ადამიანებისთვის, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარენ. ეს გახლავთ ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება, გამოკვლევა აივ-შიდზე, C-ჰეპატიტზე, B-ჰეპატიტზე, სიფილისზე და ტუბერკულოზზე. რატომ? იმიტომ რომ ეს დაავადებები, რაც ჩამოვთვალე, გახლავთ სისხლის გზით გადამდები, ტუბერკულოზის გარდა, თუმცა ესეც შეიძლება რომ სისხლის გზით იყოს, მაგრამ ჰაერწვეთოვანია და სისხლის გზით გადამდები დაავადებები ხშირ შემთხვევაში თავმოყრილი არის ხოლმე სხვადასხვა სარისკო-ქცევის ჯგუფების წარმომადგენელ ადამიანებში და ნარკოტიკის ინექციურ მომხმარებლებში. საკმაოდ ბევრია, ამიტომ ის სარისკო-ქცევა, რაც მათ აქვთ, უნდა ჩატარდეს მათთან საინფორმაციო საგანმანათლებლო მუშაობა, როგორ შეამცირონ ეს სარისკო-ქცევა და თუ ვთქვათ დაინფიცირებულია ადამიანი, ხო, შემდგომ უკვე როგორ მოხვდნენ ისინი სოციალური თანხლებით სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში. მინდა გითხრათ, რომ აი თუ გადავხედავთ ბოლოდროინდელ სტატისტიკას, მხოლოდ შიდა ქართლის სტატისტიკას, 2024 წლიდან 4000-მდე ადამიანმა ჩაიტარა, აი ამ პრობლემის მქონე ადამიანმა ჩაიტარა ტესტირება, ანუ გამოკვლევა ამ ინფექციებზე. შიდა ქართლის მასშტაბით. და საკმაოდ იცით ეს რაზე მიუთითებს? ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს აქვთ ნდობა ორგანიზაციის მიმართ, ორგანიზაცია
კაცი არ მუშაობს მხოლოდ ოფისით, მას ყავს მობილური ლაბორატორია, რომელიც დადის და ფაქტიურად ამდენი ადამიანის გამოკვლევა საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმატებაა ჩვენი ორგანიზაციისთვის, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას სხვა სამედიცინო დაწესებულებებს ეს ადამიანები ალბათ არ მიაკითხავდნენ. ან თუ მიაკითხავდნენ როგორც ჩვეულებრივი ადამიანის სტატუსით, რომელსაც პრობლემა არ აქვს, ხო? თუ საინტერესოა ვიტყვი რა შედეგები გვაქვს ამასთან დაკავშირებით, 5 აივშიცის ახალი შემთხვევა არის დაფიქსირებული, ასევე არის 90-მდე C ჰეპატიტის ახალი შემთხვევა დაფიქსირებული და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ორგანიზაციის ბაზაზე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაც მიმდინარეობს, რომ მკურნალობაში ჩართვა შეგვსაძლებელია ჩვენთანვე. B ჰეპატიტის 78 შემთხვევა არის და ასევე სიფილისის სადღაც 30-მდე შემთხვევა. საკმაოდ შედარებით გაზრდილი. იცით როგორ არის? წინა წლებთან შედარებით, აი ახლა C ჰეპატიტზე თუ ვისაუბრებთ, ქვეყანაში 2015 წლიდან მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. წესითა და რიგით არ უნდა იყოს ამდენი, იმიტომ რომ 100,000-ზე მეტმა ადამიანმა იმკურნალა, მაგრამ სამწუხაროდ შემთხვევები მაინც არის და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები დროულად იქნას აღმოჩენილი და ჩართული სამკურნალო პროგრამაში. იმიტომ რომ დაავადებული ადამიანი, რომელსაც არ იცის სარისკო ქცევა, როგორ შეამციროს, მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს, ის ამ დაავადებას გადასდებს სხვებსაც, ვინც ასევე მოიხმარენ მასთან ერთად ჯგუფური მოხმარება ხშირ შემთხვევაში ნარკოტიკულ საშუალებებს და ასევე სქესობრივი გზით, დაუცველი სქესობრივი გზითაც გადადის და შესაბამისად ხდება, რა თქმა უნდა, პარტნიორის დაინფიცირებაც და შემდგომ ახლა ესე რომ გავყვეთ საკმაოდ ბევრ პრობლემაზე შეიძლება ვისაუბროთ, ხო? გარდა ამ ნებაყოფლობითი კონსულტირების და ტესტირებისა, ჩვენთან არის საინექციო მასალის დარიგება. ხშირ შემთხვევაში ეს იწვევს ხოლმე გაკვირვებას მოსახლეობის, რომ თქვენ ხელს უწყობთ, რომ მათ მოიხმარონ ნარკოტიკული საშუალება. არა. ეს გახლავთ მთელ მსოფლიოში წამყვან ქვეყნებში აპრობირებული მეთოდი, რომ მათ ყოველთვის ჰქონდეთ ახალი საინექციო საშუალება, იმისთვის რომ არ მოხდეს გადადება ხდება დაბინძურებული საინექციო საშუალებებით, რითიც მოიხმარენ, შპრიცებით, ნევსებით, ჰქონდეთ მუდმივად და ასევე ეს არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ მათთან მუდმივი კონტაქტი გქონდეს, ხო? ასევე ხდება სადეზინფექციო საშუალებების დარიგება, კონდომების დარიგება და მუდმივი სწავლება, როგორ შეამცირონ რისკი, რომელიც შეიძლება იყოს ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული, ან დაკავშირებული იყოს დაუცველ სქესობრივ ცხოვრებასთან, ხო? ასევე ზედოზირება, რომელიც არის უმძიმესი პრობლემა დღესდღეობით. თუნდაც ქალაქ გორში და გორის მუნიციპალიტეტში ბოლო 2 კვირის განმავლობაში აყვავს 5 ზედოზირებით გარდაცვლილი ახალგაზრდა ადამიანი. დაახლოებით რამდენი წლის არიან? ეხლა ეს ასაკი მერყეობს დაახლოებით ასე 30 წლიდან, შეიძლება იყოს 50-55 წლამდე, მაგრამ მაინც ახალგაზრდები არიან ეს ადამიანები. სკოლის მოსწავლეებს თუ შეიმჩნევა? სკოლის მოსწავლეებთან, იცით როგორ, სკოლის მოსწავლეებთან ზედოზირების შემთხვევა ჩვენთან არ დაფიქსირებულა. ეხლა გეტყვით ერთ რამეს, ჩვენ გვაქვს უფლება ვიმუშაოთ 18 წლის ადამიანებთან, ან შესაძლებელია ვიმუშაოთ 16 წლის ზემოთ, მაგრამ მას უნდა ჰყავდეს წესითა და რიგით მეურვე. მეურვით ამ პროგრამის ფარგლებში მუშაობა, ხო? გქონია ესეთი შემთხვევები, თუმცა მეურვე ხშირ შემთხვევაში გვევლინება ხოლმე როგორც სოციალური მუშაკი, ან თუ არის განრიდებული პრობაციის ბიუროს წარმომადგენელი. იშვიათად მინახია, რომ მშობელი ყოფილიყო, რომელიც მოსულა ჩვენთან და უთქვია, რომ მის შვილს აქვს ნარკოტიკის მოხმარების, ინექციური ნარკოტიკის მოხმარების პრაქტიკა და შესაბამისად მასთან რაღაცა ისეთი სამუშაო ერთობლივად საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ გავრცელებულია უფრო დედაქალაქში. ვერ გეტყვით ამას ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ ნარკოტიკის მოხმარება მთელ საქართველოში არის გავრცელებული, დედაქალაქში რა თქმა უნდა მრავალფეროვანია, შესაბამისად ნარკოსცენას რაც შეეხება არის
პოლინარკომანია, ეგრეთ წოდებული, იმიტომ რომ მოხმარება ხდება როგორც ოპიატების, ასევე ხდება სტიმულატორების, ამფეტამინის ჯგუფის, ასევე სხვადასხვა ფსიქოტროპული მედიკამენტების და ფაქტიურად ისე გამოდის, რომ იმდენად, მარიხუანაზე აღარ მაქვს საუბარი, ასევე მოსაწევ ბიოზე და სხვადასხვა საშუალებებზე, გამოდის, რომ ფაქტიურად შეიძლება ითქვას, გაჯერებულია ბაზარი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებებით. ეს საიდან როგორ რატომ ამაზე მე ვერ შევალ ვერანაირ პოლემიკაში ვერავისთან, იმიტომ რომ მე ექიმი ვარ და ჩემი ძირითადი მიმართულება ეს გახლავთ უფრო ნარკოტიკებით გამოწვეული სამედიცინო, ვთქვათ, ზიანის შემცირება. თუმცა ურთულესი ვითარება არის ქვეყანაში. ურთულესი სამწუხაროდ ძალიან ახალგაზრდა ადამიანებიც ყავს ბენეფიციარები 20-19 წლის, 20 წლის, 21 წლის და ყველაზე ცუდი რაც არის ინფექციები, რომლებიც წამოვიდა, აი ზემოთ ჩამოთვლილი რაზეც მე ვსაუბრობდი, ინფექციების გავრცელება რაც წამოვიდა ამ ასაკის ადამიანებში. ჩვენ ვცდილობთ, რომ სოციალური მუშაკების საშუალებით დავამყაროთ კონტაქტი ჯგუფთან, იმიტომ რომ ახალგაზრდები ცალკე ჯგუფია. ჯგუფური მოხმარება ცალკეა ესენი. მათგან თუ ვინმე მაინც მოხდა ჩვენთან და აღმოჩენა მოხდა, მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე, რომ იმ ჯგუფის წევრები ანონიმური და კონფიდენციალობის დაცვით რამენაირად მოვიდეს ჩვენამდე, რომ გავიგოთ ან დროულად აღკვეთოთ ის ინფექციები, რაც შეიძლება, რომ მათ გქონდეთ. მე ვსაუბრობდი ზედოზირებაზე და ასევე ვსაუბრობდი საინფორმაციო საგანმანათლებლო მუშაობაზე. საინფორმაციო საგანმანათლებლო მუშაობა მიმდინარეობს ბროშურების საშუალებით, ინტერნეტის საშუალებით, ველზე, სოციალური მუშაკების საშუალებით, მაგრამ ბოლო პერიოდში, კიდევ ვიმეორებ, ძალიან რაღაცა უცხო სიტუაციაში ვართ, იმიტომ რომ ძალიან ესე სოკოებივით იზრდება, შეიძლება ითქვას, ახალ-ახალი ჯგუფები და ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ითქვას, არის, ხო? ეს არის, რომ არ მუშაობს პრევენციაც. არ მუშაობს. პრევენცია უნდა მუშაობდეს სკოლებში, უნდა მუშაობდეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ბოლო პერიოდში ძალიან გაჭირდა ამ მიმართულებით და ამიტომ ვფიქრობ, რომ ესეც მისახედია ძალიან. თქვენ ახსენეთ ზედოზირებაც. როგორ უნდა მოიქცეს პირი, როდესაც ზედოზირების ქვეშ იმყოფება? ზედოზირების, იცით როგორ ხშირია ზედოზირება? ზედოზირებას აქვს თავისი მიზეზები. ეს არის ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვინც მოიხმარს, ეს არის ნივთიერება, რომელსაც მოიხმარს, რა სიტუაციაში მოიხმარს, ზედოზირების მართვა ან როგორ უნდა მოვიქცეთ ზედოზირების დროს, ხო? განსხვავებულია იმის და მიხედვით, რომელი ნივთიერების მოხმარება ხდება, ხო? ეს არის სტიმულანტი, ეს არის, ვთქვათ, ოპიატი, ეს არის ამფეტამინი, ყველა სხვადასხვაგვარი ზედოზირება ახასიათებს და ძალიან შორს წაგვიყვანდა ამაზე, ვთქვათ, საუბარი, თუმცა განსხვავდება უკაცრავად, რით განსხვავდება სხვა ნარკოტიკული საშუალებებისგან ეს ახალი, ეგრეთ წოდებული მკვლელი ნარკოტიკი? თქვენ კოკაინზე თუ მესაუბრებით, რომელიც ამ ბოლო დროს საკმაოდ მასიურად არის შემოსული. იცით როგორ არის, არა მხოლოდ კოკაინი, არის ძალიან ბევრი ნარევი, ძირითადად ეს არ არის სუფთა ნივთიერებები. სავარაუდოდ ეს არის ნარევი სხვადასხვა ნივთიერების და ამიტომ ზედოზირებაც ძალიან მრავალფეროვანი სურათით არის წარმოდგენილი. ხშირ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკს, წესით ის მარტო არ უნდა მოიხმარდეს. იმიტომ რომ თუ ზედოზირებას ექნება ადგილი, საჭიროა რომ მისი გარშემო მყოფები, ვთქვათ, იყვნენ მომზადებული იმისთვის, რომ მას მიეხმარონ, ხო? გამოიძახონ ელემენტარულად სასწრაფო დახმარება, მანამდე როგორ უნდა მოიქცნენ, პირველადი დახმარება როგორ შეიძლება ჩაატარონ, უნდა გქონდეთ ნივთიერება ნალოქსონი, ანუ რომელსაც მხოლოდ არიგებს ჩვენნაირი ცენტრები მთელ საქართველოში, მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ ხშირ შემთხვევაში თუ ნარკოპოლიტიკა გამკაცრდება, ადამიანები
მიატოვებენ შიშის გამო ამ ადამიანს და მარტო შეიძლება გარდაიცვალოს. აი ეს ერთი აქ არ არის მხოლოდ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებით, არავინ არ დაობს იმაზე, რომ გამსახებლებთან, ასევე გადამყიდველებთან, დილერებთან უნდა იყოს ნულოვანი ტოლერანტობა. მაგრამ ნარკოტიკის მომხმარებელთა დევნა, როგორც წესი, არ გვაძლევს არანაირ შედეგს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სავალალო შემთხვევა არის ხოლმე. ასევე ოჯახის წევრებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ოჯახის წევრებმაც უნდა იცოდნენ, როგორ უნდა მოიქცნენ თუ ზედოზირებაა, ხო? ამ საინფორმაციო საგანმანათლებლო მუშაობას ვატარებთ, მაგრამ ერთი ორგანიზაცია ვერ მიწოდება მთელ რეგიონს. სავარაუდოდ, ამას მე სავარაუდოდ ვამბობ, სადღაც 3000-დან 4000-მდე პრობლემური ნარკოტიკის ინექციური მომხმარებელი ყავს შიდა ქართლს. ეს ეხლა ჩემი მონაგონი არ არის, ტარდება გლობალური ფონდი ატარებს ხოლმე ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ BSS, ეგრეთ წოდებულ BSS კვლევებს, სადაც ნარკოტიკის მომხმარებელთა რაოდენობა და ზომა ითვლება და ამის მიხედვით შიდა ქართლში ეს ვითარება გვაქვს. ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება მიწოდე ყველანაირი სერვისით, თან ამას ემატება რაოდენობა. ძალიან დიდია მიგრაციაც. ჩვენი ბენეფიციარები მიდიან საზღვარგარეთ ჩამოდიან. ამიტომ ეხლა მუდმივად ეს სკოლა ხო არ არის რომ დიჯდეს ყველა ადამიანი და ყველასთან ცდილობდე რომ მიაწოდო ინფორმაცია. ცდილობთ ხოლმე რომ თანასწორ განმანათლებლობის პრინციპით მუშაობთ, რომ თანასწორ განმანათლებლებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მათ შემდგომ გაავრცელონ. თუმცა კიდევ ვიმეორებ, ერთი ორგანიზაციის რესურსი ძალიან მცირეა ამ ხელა პრობლემის წინაშე, თუნდაც მხოლოდ ზიანის შემცირების კუთხით. ძალიან მცირეა. მეტი არის გასაკეთებელი, იმიტომ რომ ქვეყანას აქვს უდიდესი პრობლემა. რეგიონში არის 2 ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრი, ეს არის მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრი და ასევე არის ბუპრენორფინის ჩანაცვლების თერაპიის ცენტრი. არის მეტადონზე მიმართვა? მიმართვა, იცით როგორ, ეს ცალკე ცენტრებია, რა თქმა უნდა, ჩვენთან არ არის და მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრს საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ყავს. ასევე, რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებული სუბოქსონის ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრსაც საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ყავს. თუმცა, ჩვენთან არის დიდი უცნაური რამ, რაც საზღვარგარეთ არ შეინიშნება, რომ ამ პროგრამების მენეჯმენტი ძალიან გაჭირდა, იმიტომ რომ ჩვენი მომხმარებელი, მე ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და მინახია მსგავსი ცენტრები, როგორც ჩვენი არის ნაბიჯი მომავლისკენ ბაზაზე და იქაც ქართველი მომხმარებელი გახლავთ ყველაზე უცნაური მომხმარებელი. ცდილობს მოიგონოს რაღაცა, ცდილობს არ დაემორჩილოს, განკვირდებათ და პარიზში ესეთი ზიანშემცირების სერვის ცენტრი ქართული წარწერებით არის აჭრელებული, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ეროვნების წარმომადგენელი ბენეფიციარიც ბევრი ყავთ, მაგრამ ქართულად წერია ძალიან ბევრი რამე, ეს არ გააფუჭო, ის არ დახიო, იქნებ ესე გააკეთო, იქნებ ისე გააკეთო და მინდა გითხრათ, რომ ძნელია მართვა მენეჯმენტი ამ პროგრამების, თუმცა ეს არის მაინც აუცილებელი პროგრამები. ხალხს გონია რომ აი თუ ეს პროგრამები არ იქნება, ყველაფერი კარგად იქნება. არ არის ეს. იმიტომ რომ ადამიანს, რომელიც მხოლოდ თქვათ მეტადონის ან სუბოქსონის ჩანაცვლებით თერაპიაშია, იცავ ინფექციებისგან, რაც ქუჩის ნარკოტიკისგან, ინექციური მოხმარების გზით გადაეცემა, ასევე კრიმინალური ქცევისგან და ძალიან ბევრი დადებითი აქვს ამ პროგრამებს, მაგრამ რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ გამოტანას და შემდგომ დარიგებას და შემდგომ ერთობლივ მოხმარებას, ეს სერიოზული პრობლემა არის და რა თქმა უნდა მისახედია. თუმცა მიმართვიანობა როგორ არ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემური ადამიანია. ქალბატონო ქეთევან, როგორ ხდება გავრცელება ეს მასობრივად, თუ არის თქვენთვის ინფორმაცია? მასობრივად ნარკოტიკული საშუალებების, აი როგორც ნარკოდილერები, როგორ ეცეთ რა არის, ნარკოდილერებთან არის ქვეყნები, მაგალითად ავიღოთ პოსტსაბჭოთა ქვეყნები შუა აზიაში, სადაც მუშაობენ ესეთი ზიანშემცირების პროგრამები, ისინი მუშაობენ ნარკოდილერებთანაც.
ჩვენ შემთხვევაში ისეთი კანონმდებლობაა, რომ ნარკოდილერთან ვერ იმუშავებ. ყველაზე კარგი იქნებოდა მასთან მუშაობა, იმიტომ რომ მასთან იკრიბებიან ხო ადამიანები, რომლებსაც აქვთ ეს პრობლემა და იგივე ზედოზირების პრევენციისთვის, იგივე ახალი საინექციო ინსტრუმენტის დარიგებისთვის, თუ ვთქვათ, აი ამ ინფექციების გამოვლენისათვის შეიძლება კარგი ყოფილიყო, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია. გარდა იმისა, როცა ვეკითხებით ბენეფიციარს, ისინი რა თქმა უნდა ნარკოდილერს არ დაასახელებენ, თავისთავად ცხადია, ვეკითხებით რას მოიხმარ. ხო, რას მოიხმარ, რამდენს მოიხმარ, რა ჯანმრთელობის პრობლემები გაქვს. აი ამ შემთხვევაში ლაპარაკში, როდესაც მოდიან, ხვდებით, რომ ძირითადად darknet-ის, ეგრეთ წოდებული darknet-ის მომხმარებელია უმეტესობა. ანუ ეს გავრცელება ხდება სხვადასხვა არხების, აი ესეთი მეშვეობით ინტერნეტით, როგორ და ფაქტიურად ვერც ხვდება ერთმანეთს როგორც ჩანს კურიერი და მომხმარებელი, იმიტომ რომ დადება ხდება, ხო, იმ ნივთიერებისა, მიდის მე ვინც შეიძინა და გადარიცხა თანხა და იღებს ამ წამალს. ზუსტად ამანაც გამოიწვია ეს პრობლემა, რომ ზედოზირება ფაქტიურად ისეთ მასშტაბის არის, რომ ეხლა ყველა ხო არ გარდაიცვალა, არის გარდარჩენილი ადამიანებიც, ხო, ვისაც მიხედეს. აი ამ გადარჩენილი ადამიანებთან საუბრისას ჩანს, რომ საკმაოდ არ იციან რას მოიხმარენ. ხშირ შემთხვევაში არ იციან რას ისუფთავის არის ეს ნივთიერება. საზღვარგარეთ არის ესეთი ცენტრებიც, სადაც ხდება შემოწმება ამ ნივთიერებების, შეუძლია მომხმარებელმა მიიტანოს, ეხლა ეს საქართველოში ფანტასტიკის დონეზე ჟღერს, თუმცა ერთი ორგანიზაცია თბილისში არის, რომელსაც შეუძლია რომ ეს გააკეთოს, მაგრამ იქაც იცით როგორ დონეზეა, ეს მაინც ამოყვარულო დონეზეა, ხო, იქ არ დგას ის აპარატის, რომელმაც შეიძლება ზუსტად შეამოწმოს. რა ნივთიერება, რა პარტია და შეიცავს თუ არა იგივე ვთქვათ ფენტალინის კვალს. ან შეიცავს თუ არა კიდევ უფრო უარესი რაღაცის კვალს, რომელიც შეიძლება რამდენიმე აი მიკროგრამ მილიგრამზეც აღარ არის ლაპარაკი, ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს. ძალიან რთული პრობლემა არის, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ალბათ თუ იქნება საზოგადოების უფრო მეტი მობილიზება და უფრო მეტი განათლება ამ მიმართულებით ამ პრობლემას უნდა მიეხედოს რა, იმიტომ რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, ძალიან გაჭირდება. თქვენ რას ფიქრობთ, უნდა გავრცელდეს თუ არა ეს ინფორმაცია, თუნდაც სკოლებში? დიახ, იცით რა არის, სკოლებში მუშაობა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი არის. ჩვენ მქონდა ერთ-ერთი პროექტი, რომელიც იყო კოალიციური პროექტი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, ზრუნვა პრევენცია უფლებები, სადაც პედაგოგებთან მქონდა ტრენინგები, როგორ უნდა ასწავლონ მათ ბავშვებს ვთქვათ, როგორ რომ არ მოხდეს ნარკოტიკების მოხმარება. გარდა ამისა, როგორ უნდა ვთქვათ, სკოლას კი არა, ნებისმიერ დაწესებულებას უნდა ჰქონდეს თავისი ნარკოპოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც სკოლებში შევძელით, რომ რამდენიმე სკოლისთვის აი ეგრეთ წოდებული ექსპერტების საშუალებით დაწერილიყო. როგორ უნდა მოიქცეს? აი ხო, ბევრ სკოლაში რომ შეხვიდეთ და იკითხოთ, რომ თუ ნარკოტიკული საშუალება უპოვეს ბავშვს, ხო? როგორ უნდა მოიქცეს? რა უნდა გააკეთოს? არავინ არ იცის ეს. რას აკეთებს? ან რანაირად შეიძლება მოიქცეს, ხო? კიდევ ვიმეორებ, თუ მხოლოდ დასჯაზე იქნება ორიენტირებული, რომ უნდა დავსაჯოთ ეს ადამიანი, ხო? ეს შედეგს არ გამოიღებს. სამწუხაროდ, არც არანაირი შედეგი არ არის. მასწავლებლების მიერ უნდა მოხდეს მიწოდება. ერთი პერიოდი იყო რაღაცა ესეთი მოდური, როდესაც ყოფილი ნარკომომხმარებელი მიდიოდა და ყვებოდა, იცით, მე ვიყავი ნარკომომხმარებელი, ახლა არა ვარ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სკოლებში მოსწავლეებთან, არასრულწლოვანებთან ყოფილი ნარკომომხმარებლის, ვთქვათ, რომ აი მე, იმიტომ რომ სოფლიოში ეს არის აპრობირებული, რომ ამას არ შედეგი არ აქვს რა. პირიქით შეიძლება უფრო მეტი ინტერესი გამოიწვიოს. თუ ეს ადამიანი მოეწონა, ბავშვს შეიძლება თქვას, რომ თუ ეს არის და დაანებათავი, შეიძლება მეც თავისუფლად ვიყო, ხო, ესეთი ადამიანი. ისე რომ ძალიან ბევრი, ეს არის პრევენციის ნაწილი, როგორც აღნიშნე ზემოთ და პრევენციის ნაწილში საკმაოდ ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ჯანდაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო ალბათ ერთობლივად უნდა ამაზე მუშაობდეს. დიახ.
როგორ უნდა მომართოს თქვენ ცენტრს პირმა და რა დახმარებას? ნებისმიერ ეს არის დაბალზღურბლოვანი პროგრამა, გარდა მე რაც ჩამოვთვალე, აი ამ აბსოლუტურად უსასყიდლოდ არის, ანონიმური და კონფიდენციალურია, გარდა იმ გამოკვლევების, ვთქვათ, იმ საინექციო მასალის, ნალოქსონის, საინფორმაციო საგანმანათლებლო მუშაობისა, ჩვენთან მუშაობენ ფსიქოლოგები, ასევე ესეც რა თქმა უნდა უსასყიდლოდ არის და ასევე სხვადასხვა პროფილის ექიმები. და ასევე შესაძლებელია ხოლმე რომ ვეძახით case management-ს, შემთხვევის მართვას, რომ დახმარება გაუწიოთ ამა თუ იმ ადამიანს, იმიტომ რომ ხდება ბიოფსიქოსოციალური შეფასება ბენეფიციარის, რომელიც მოგმართავს და მას აქვს რაღაცა ისეთ სერიოზული პრობლემა, ხო, ვთქვათ, ეს არის ჯანმრთელობის თუ საყოფაცხოვრებო პრობლემა და ჩვენთან მუშაობენ სოციალური მუშაკები, რომლებიც ცდილობენ რომ ეს პრობლემა მოუგვარონ. ну რესურსი წირი გვაქვს, თუმცა ვცდილობთ ხოლმე მაქსიმალურად რომ რაღაცნაირად მოხდეს პრობლემების მოგვარება, ამის გარდა მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიკეთოს ეს გამოკვლევა, რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნე არის უფასო, ანონიმური და კონფიდენციალური და თუ რაიმე პრობლემა არის, დროულად ჩაერთოს სამკურნალო პროგრამებში, იმიტომ რომ ეს სამკურნალო პროგრამებიც, იგივე აივშიცის პროგრამა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, B ჰეპატიტის პროგრამა, ტუბერკულოზის და სიფილისის საქართველოში საბედნიეროდ გახლავთ უფასო. აბსოლუტურად ყველა და ეს ბევრ ქვეყანაში არ არის სხვათა შორის და შესაძლებელია რომ რა თქმა უნდა ამ პროგრამებით ისარგებლონ და გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას ადამიანები. კი ბატონო, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში სტუმრობისთვის. აქტუალური თემის სტუმარი იყო ქეთევან ბიძინაშვილი. საინტერესოა თუ რას ფიქრობს საზოგადოება, არის თუ არა ნარკომოხმარება დღეს გავრცელებული საქართველოში და მზარდი. ნამდვილად მომრავლებულია. რომელ ასაკში? აი მაგას ვერ გეტყვი და სადაც ვაკვირდები, უფრო მეტია მომრავლებულია. ყოფილა თუ არა გარდაცვალების შემთხვევა? როგორც ტელევიზიით ვიგებთ, ყოფილა გარდაცვალების შემთხვევები. თქვენი აზრით რა უნდა იყოს, რა უნდა შეიძლება? ზომები უნდა იყოს მიღებული. არა მარტო მომხმარებელზე, არამედ ჩემომტანზეც. აუცილებლად უნდა მიიღონ რაღაცა ისეთი ზომები, რომ აღარ შემოვიდეს ნარკოტიკი. არის გაზრდილი და მიხედვა უნდა ნამდვილად ამ პრობლემას. პატარა ასაკი სკოლის მოსწავლეებიდან უკვე ძალიან ბევრია და ამიტომ მთავრობამ რაღაცა უნდა იღონოს, რომ შემცირდეს. სკოლებში სხვანაირი რელიგია რომ შემოვიდეს, უფრო სხვანაირად აღიზარდეს, რომ მოერიდონ. და რა ვიცი, მე მგონი ამით გვეშველება რა. რა შემთხვევები შეგიძლია? რავი, ეს სკოლის მოსწავლეებში მაგალითად მინახია Facebook-ზე, აი ესეთი ისინი, რომ ძალიან ბევრი უჩივის ასეთ მდგომარეობაში, რომ ბავშვები ღამის კლუბებში დადიან და გართობები და ასეთი რაღაცა. და ამიტომ რაც ნაკლებად იქნება უფრო და სხვა რამის დაკავდებიან, უფრო რელიგიურად, ქრისტიანულად აღიზრდებიან, მოერიდებიან, ძალიან სულიერად უფრო ძალიან დაბალი დონეა და რა ვიცი. ვერ გეტყვით. ძალიან მომრავლდებია ნარკოტიკის მიღებები. რომელ ასაკშია უფრო მომრავლებული? რა ვიცი, 20 წლიდან არ გვაქვს. გაზრდილია, რა თქმა უნდა, დღე არ გავარო, არ გამოაცხადო, რვა დაეჭირეს ეს მათი არანაკლები 20 წელს ანუალურ პატიმრობას ყოველდღე უსმენ და ძალიან არის მომატებული. რომელ ასაკში არის უფრო მომატებული? ის ახალგაზრდებიც არიან და ახალგაზრდებში უფრო. საკითხით, ახალგაზრდებშიც და ბევრად. ყოფილა თუ არა გარდაცვალების შემთხვევა? კი. რომელიც ძალიან სავალუროა და საწყენია, რომ ჩვენი ახალგაზრდა თაობა ამ საქმეშია ჩაძირული. ყველას არა, მაგრამ ზოგიერთი. ძალიან ბევრი. ასაკში უფრო იქნება ეს. ახალგაზრდებში. რაიმე ფაქტი თუ შეგიმჩნევიათ ამასთან დაკავშირებით? რა არის მომენტები, რომ შევამჩნევია, მაგრამ დასახელების ვინ არიან, ხო არ ვიცით. გარდაცვალების შემთხვევები ხომ არ დაფიქსირებია? კი, პადრე, ტელევიზორში მოვისმინეთ ეგეთი რაღაცები. ანუ ხშირად გამოსცემთ. კი. ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში.
Დაბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი გადაცემის სტუმარია პროფესორი ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე. პირველ რიგში მადლობას გიხდით ბატონო ზურაბ გადაცემაში ჩართვისთვის. ბატონო ზურაბ, თქვენ ყოველთვის წერთ ხოლმე სოციალურ ქსელში გამოირჩევით პოსტებით, სადაც მოსახლეობას აფრთხილებთ იმ ნივთიერებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში არის გავრცელებული. რა ხდება დღეს საქართველოში და რამდენად არის ნარკომოხმარება? მოგესალმებით, მადლობთ მოწვევისთვის. სიტუაცია არ არის სახარბიელო, იმიტომ რომ რეალურად თუ დააკვირდებით ამოღებას, რასაც დროს შშს განსაკუთრებით სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან არის, რაოდენობა ნარკოტიკის ქვეყანაში არის ძალიან ბევრი. და სახეობა ამ ნარკოტიკის არის, რა თქმა უნდა, შეცვლილი, ბევრი ისეთ ნარკოტიკია, რომელიც არ იყო დამახასიათებელი ჩვენი ქვეყნისთვის და სამწუხაროდ დღეს გვაქვს ისეთი ნარკოსცენა, რომელიც რეალურად ჯერჯერობით აქ არ ფიქსირდება ბოლო 2-3 თვის მანძილზე ძალიან ბევრია შემთხვევა ზედოზირების და არის ლეტალური შემთხვევებიც, სამწუხაროდ ეს ციფრი ზუსტი ვერ გეტყვით და არ ვიცი, თუმცა რაოდენობა და იმის მხრიდან რაც ხდება მომართვიანობის მხრივ და კონსულტაციების სხვადასხვა კლინიკებში პაციენტების ძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით გარკვეულად ღერო არ იყოს ესეთი მომართვიანობა, ჩემთან, ჩემ კოლეგებთან, სხვებთან და რეალურად სიტუაცია და ძიმეა როგორც ჩანს, იმიტომ რომ თან პლუს ამას ემატება, რომ ეს ყველა ვინც ბოლო პერიოდში არის დაკავებული, არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. ჩვენი მოქალაქეებიც არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ რაოდენობა და ნარკოტიკის სახეობა არის, რა თქმა უნდა, სახეშეცვლილი და არის ძალიან ძიმე ნარკოტიკები, რომელიც იწვევს როგორც ზედოზირებას, ასევე ლეტალურ შემთხვევებს და მათი გავრცელება კიდევ უფრო მძიმე შედეგს გამოიწვევს, რა თქმა უნდა. დიახ, ბატონო ზურაბ, არის თუ არა ნარკომოხმარება გლობალური პრობლემა დღეს? რა თქმა უნდა, გლობალური პრობლემა არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, სამწუხაროდ ეს დღევანდელი შეცვლილი სიტუაცია იმასთან დაკავშირებით, როგორც იყიდება ნარკოტიკი და ეს ხდება დარკნეტით, ანუ ინტერნეტის საშუალებით და სოციალური ქსელების და სოციალური პლატფორმების მეშვეობით, უზარმაზარი მარკეტპლეისებია, სადაც იყიდება ნარკოტიკი, პლუს არის გავრცელების სხვადასხვა მეთოდები, გარკვეული ასე ვთქვათ, ახალისება, აქციები, პლაკატებს შეხვდებით ამ ბოლო დროს, დღეს ზუსტად დღეს დადეს სოციალურ ქსელში პლაკატი, სადაც ესკობარია საერთოდ გამოსახული და თავაზობენ ადამიანებს სამსახურს, ფულად ანაზღაურებას, ასევე გარკვეულ ბონუსებს, ნარკოტიკს და ასე შემდეგ. ანუ ქსელი ძალიან დიდია, ძალიან ბევრი პრობლემა არის და ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, დღეს ეს ყველა სახელმწიფოში არის, უბრალოდ ყველა სახელმწიფო ცდილობს ამასთან გამკლავებას სხვადასხვა მეთოდებით და ცდილობს რომ ეს სიტუაცია რამდენადაც მოახდინოს სტაბილიზაცია ამ სიტუაციის და მოახდინოს გარკვეული პრევენცია ლეტალობის, ზედოზირების და ასე შემდეგ იმისათვის რომ დაიცვას მოსახლეობა მოსალოდნელი შედეგებისგან. ბატონო ზურაბ, რომელ ასაკში უფრო შეიმჩნევა ნარკომოხმარება? ყველა ასაკია, მაგრამ დღეს უფრო აქტუალური არის 18-15-დან 25 წლამდე მომხმარებლებში აი ამ დაუზუსტებელი და გარკვეული ნივთიერების მოხმარება, თუმცა რეალურად თვითონ მოხმარება ფაქტიურად ყველა ასაკში არის, ანუ არ არის რომ დღეს რაღაც ასაკი განსაკუთრებულად 15-დან ალბათ 60-70 წლამდეც არის ასაკი, გააჩნია პრევალენტობა ამ ასაკის, რომელი ასაკი უფრო პრევალირებს. დღეს პრევალირებს უფრო რა თქმა უნდა ეს ასაკი, თუმცა არის შემთხვევები, როცა 13-14 წლის მომხმარებლებიც არიან, სამწუხაროდ გოგოებიც, ბიჭებიც, ასე ვთქვათ, მათი რიცხვი იზრდება სამწუხაროდ და რაოდენობა და მოხმარებული ნარკოტიკის სახეობა არის სახეშეცვლილი და მოკლედ სიტუაცია არ არის კარგი. ბატონო ზურაბ, როგორ ვრცელდება ეს ნივთიერებები საქართველოში?
ვრცელდება, რა თქმა უნდა, იმ მეთოდებით, რაც დღეს არის გავრცელებული მსოფლიოში, ეს არის darknet-ი, ანუ შავი ინტერნეტი. ასე ვთქვათ, სადაც ხდება სოციალური ქსელებში, როგორც არის Telegram-ი, Signal-ი, WhatsApp-ი, Viber-ი, ესეთ პლატფორმებზე გარკვეული, ასე ვთქვათ, ჩატების, ბოტების შექმნა, სადაც ხდება ნარკოტიკის, ასე ვთქვათ, განთავსება, მერე მომხმარებელი იდულობს ამას, რა თქმა უნდა, კრიპტოვალუტის საშუალებით, რომ ვერ მოხერხდეს საბანკო ანგარიშების გაკონტროლება, იმიტომ რომ კრიპტოვალუტა იცით თქვენ არ კონტროლდება საბანკო სისტემით და შემდგომ გარკვეულ ლოკაციაზე ეს ნივთიერება ხდება. ანუ აქ არ არის მესამე პირი ან პირდაპირ ხელიდან ხელში არ ხდება ნარკოტიკის გავრცელება, ანუ ხდება ასე ვთქვათ, ესე დისტანციურად მისი გავრცელება და ეს ყველა ქალაქშია, ყველა სოფელშია, ყველა დიდ ქალაქშია, რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანაში და ეს ძალიან აქტიურად ვრცელდება, ასე ვთქვათ, ესეთი გზით და ნუ ბევრი ადამიანია ჩართული ამ ქსელში, როგორც თუმცა თავი და თავი ვინ არის კაცმა არ იცის და ვინ აკონტროლებს ამას ყველაფერს და რთულია, იმიტომ რომ როცა ხდება ერთი პლატფორმის დახურვა, ჩდება 10 მათ დაგვარი, მაგალითად ეხლა საქართველოში 4 უზარმაზარი მარკეტპლეისი მუშაობს, რომელზეც ძალიან თავისუფლად შეიძლება ნებისმიერი ნივთიერების ყიდვა. დიახ. მუშაობს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომ აღმოფხვრას ეს პრობლემა საქართველოში? თქვენ როგორ არა ამბობ დროს ხედავთ თქვენს ხედავთ და მოსახლეობას ხედავს, როგორი ინტენსიურად ხდება, ასე ვთქვათ, ამოღება ნარკოტიკული საშუალებების და ძალიან დიდი რაოდენობების, თუმცა ალბათ ეს არის გარკვეული პროცენტი იმისი, რაც ქვეყანაში ტრიალებს, იმიტომ რომ ეს ახლა ზოგადად სტატისტიკურად პოლიციას იღებს გარკვეულ პროცენტს და დანარჩენი ქვეყანაში, ასე ვთქვათ, მაინც ტრიალებს. რა თქმა უნდა, მუშაობს, თუმცა ალბათ ბევრად უფრო გლობალურია პრობლემა, ვიდრე ჩვენ ამას აღვიქვამთ, იმიტომ რომ აქ როცა არის მოთხოვნა ნარკოტიკზე, არ აქვს მნიშვნელობა რა რაოდენობას ამოვიღებთ, თუ მოთხოვნა არსებობს, ის მოთხოვნა უცებად შავი ბაზრის მიერ იქნება დაკმაყოფილებული. სამწუხაროდ ეს არის შავი ბაზრის ძალიან ცუდი კანონები, რომელთაც ესე მუშაობს ნარკომაფია და ნარკორეალიზატორები. დიახ. ბატონო ზურაბ, რით განსხვავდება სხვა ნარკოტიკებისგან ეს ნივთიერება, რომელიც დღეს არის საქართველოში? არა, ყველა ნივთიერება ახლა რითი განსხვავდება, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტიურად ახლა დღეს და გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტები, ქიმიკოსები ლაპარაკობდნენ იმ ნარკოტიკებზე, რომელსაც იღებენ, თუ ადევნებთ თვალს. დიახ. საკმაოდ ისეთი კომპეტენტური ადამიანია, ვინც ამაზე საუბრობს და ჩემი დიდი პატივისცემა მის მიმართ. და ის ამბობს, რომ ეს არის ძალიან სუფთა ნივთიერებები, არის რა თქმა უნდა სხვა მინარევებიც ამ ნივთიერებებში, რომლებიც არის, ანუ სუფთა მე ვამბობ, ანუ მაღალი შემცველობა არის ნარკოტიკის მათში, თუმცა არის მინარევები, რომლებიც იწვევენ ამ ზედოზირებებს, იმიტომ რომ აი მაგალითად შეიძლება კლუბურ ნარკოტიკში იყოს გარეული ოპიატი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შემთხვევა. ასე რომ დღეს ლაპარაკი იმაზე, რომ რა ნივთიერებაა, სამწუხაროდ ეს ნივთიერებები იმდენად იცვლება და იმდენად ატოქსიური ნივთიერებები ჩნდება ახალი ბაზარზე, რომ ძალიან რთულია იმის გარკვევა, რა ნივთიერებაა დღეს. აი მაგალითად დღეს რამდენიმე შემთხვევა არის, ანუ რამდენიმე დღის წინ მოიხმარეს რაღაც ნივთიერება, ადამიანები არიან კომატოზურ მდგომარეობაში და დადგენა რა ნივთიერება იყო უკვე ძალიან რთულია, იმიტომ რომ იმ მომენტში რა ნივთიერება მოიხმარეს, არავინ არ იცის, იმიტომ რომ შეიძლება იყიდეს როგორც რაღაც ნივთიერება, რომელსაც თვლიდნენ რომ უსაფრთხოა, თუმცა არც ერთი ნარკოტიკი უსაფრთხო არ არის. ყველა ნარკოტიკს ახასიათებს თავისი გარკვეული რისკი, არ აქვს მნიშვნელობა და ამ ნარკოტიკში აღმოჩნდა გარკვეული ნივთიერებები, რომლებიც სამწუხაროდ მერე აღმოჩნდა შიგნით გარეული ალბათ ფენტანილი ან სხვა ძლიერი ოპიატი, რომელმაც შემდგომ გამოიწვია ზედოზირება. დიახ. ბატონო ზურაბ, რა ზეგავლენას ახდენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ადამიანის ეს ნივთიერება? მაყურებლისთვის რომ უფრო გასაგები იყოს სამედიცინო ტერმინოლოგიით თუნდაც.
ნუ ახლა პირველ რიგში ის რომ ყველაზე დიდი საშიშროებაა ზედოზირების და სიკვდილის. ეს არის ყველაზე რთული და ყველაზე მძიმე ამ შემთხვევაში, რასაც ყველაზე მეტად გვაზიანებს, იმიტომ რომ ერთმა მოხმარებამ მათ შესაძლებელია ზედოზირება გამოიწვიოს და რაც შეეხება თუ მუდმივად ხდება მისი მოხმარება, ანუ სისტემატიურად ხდება დამოკიდებულება მძიმე, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური და უკვე ადამიანი ხდება დამოკიდებული, დაავადებული და მისი უკვე მკურნალობა საკმაოდ დიდ როგორც დროს მოიცავს, ასევე ხარჯს, ასევე ადამიანურ რესურსს და ასევე მის პირველ რიგში მას უნდა უნდოდეს, რომ ამ დაავადებისგან თავი დააღწიოს და მის ნებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, თუმცა ნუ რა თქმა უნდა ეს მკურნალობა არ არის ბევრად ხელმისაწვდომი ჩვენ ქვეყანაში, იმიტომ რომ სახელმწიფო პროგრამა საკმაოდ მცირე რაოდენობა ადამიანების ფარავს, ასე ვთქვათ, დეტოქსზე საუბარი, ანუ განთავისუფლება ნარკოტიკისგან და შემდგომ რეაბილიტაცია, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში ფაქტიურად არ ფინანსდება, ანუ ეს არის ხანგრძლივი პროცესი 3-დან 6 თვემდე. ესიც კერძო სარეაბილიტაციო ცენტრებია, სადაც ასევე შეზღუდული ადამიანების რაოდენობა და მათი, ასე ვთქვათ, იქ დაყოვნების პერიოდით საკმაოდ ხანგრძლივია და ბევრ ხარჯს მოითხოვს. და დეტოქსიკაცია, მაგრამ ნუ არის კიდე ჩანაცვლები თერაპიის პროგრამები, სადაც ნუ ყველა ნარკოტიკზე არ არის იქ ლაპარაკი, იქ აუცილებლად უნდა იყოს ოპიატის მომხმარებელი, რომელიც თავისთავად საკმაოდ ძლიერი და მძლავრი მექანიზმია ზიანის შემცირების, იმიტომ რომ ადამიანი მიდის სამედიცინო დაწესებულებაში, არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, იღებს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ პრეპარატს და გამორთულია კრიმინალური ქცევისგან, არ იღებს ქუჩის ნარკოტიკებს, ნუ რა თქმა უნდა, იქაც არის გარკვეული პროცენტი ადამიანების, რომლებიც არ ასრულებენ პროგრამის, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, პირობებს, ისინი ზედმეტად კიდე ამატებენ გარკვეული ტიპის ნარკოტიკებს, რაც კიდე უფრო მეტად ქმნის პრობლემებს ამ ადამიანებისთვის და ასევე ჯანდაცვისთვის და შესაბამისად ეს პრობლემა არის გლობალურად საკმაოდ რთულად, ეს არის ყველა ქალაქი, ყველა სოფელი, სადაც ბევრი ადამიანია, რომელიც თუ არ მოიხმარს ინიექციურად, მოიხმარს ინტრანაზალურად, ან პერორალურად, ან მოწევის საშუალებით, სხვადასხვა ტიპის ზოგი ნარკოტიკი არის საკმაოდ დაბალ ფასიღირს და ხელმისაწვდომია ადვილად და ამიტომ სიტუაცია არის ძალიან რთული ამ თვალსაზრისით. ზედოზირების შემთხვევაში რას უნდა მიმართოს პირმა? პირველ რიგში უნდა დავრეკოთ 112-ში, არ უნდა დავტოვოთ მარტო ეს ადამიანი, თუ მარტო თუ არის, რა თქმა უნდა, ის ვერაფერს ვერ იზამს. თუმცა აუცილებლად სანამდე მოიხმარს ნარკოტიკს, იმან უნდა გააფრთხილოს ვიღაცა, რომ აი მოიხმარს ნარკოტიკს, რომ არ დარჩეს მარტო, დატოვოს კარიღია, მაგალითად, ან დაურეკოს თავის მეგობარს ან ახლობელს, მაგრამ თუ დაუშვათ რამოდენიმე ადამიანია და მოხდა ზედოზირება, აუცილებლად უნდა მიმართონ 112-ს, გამოიძახონ პირველ რიგში სასწრაფო დახმარება, თუ პირდაპირ ჭირდება იქ ადგილზე, აუცილებლად პირველად დახმარება უნდა გაუწიონ, რომ არ მოხდეს სასუნთქი გზების ასპირაცია, სუნთქვის გაჩერება, ან გულის გაჩერება, ანუ ელემენტარული ადამიანმა უნდა იცოდეს პირველადი დახმარება ამ შემთხვევაში, სანამ მოვა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. დიახ, დიდი მადლობა ვიდა გადაგიხადოთ გადაცემაში ჩართვისთვის. აქტუალური თემის სტუმარი იყო ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე. აქტუალური თემა ამით დასრულებულია. მაყურებელს კი მშვიდობიან საღამოს უსურვებ. შევხვდებით პარასკევს 20 საათზე აქტუალური თემებითა და სტუმრებით.